ბრალდებამ დაასრულა მტკიცებულებათა გამოკვლევა. ჩვენ გვყავს ამ საქმეზე 4 პოლიციელის ჩვენება, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგოა ერთმანეთთან. უფრო მეტიც, ყველა პოლიციელის ჩვენება ეწინააღმდეგება ვიდეო ჩანაწერებს. მათ შორის ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ ყველა ვიდეო ჩანაწერს. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ვეუბნებოდით, რომ პოლიციელები ვიყავით, თუმცა პირდაპირ ეთერში ისინი არ ამბობენ, რომ პოლიციელები არიან. იქ მყოფი მოქალაქეები ეკითხებოდნენ, ვინ ხარ და ისინი მალავდნენ სახეებს. იქცეოდნენ როგორც ეგრეთ წოდებული თავდამსხმელი დაჯგუფების წევრები და არა როგორც პოლიციის თანამშრომლები. თეონა ჭალიძე იქნა დაკითხული სასამართლოში, რომელმაც განაცხადა, რომ მან მიიღო დაზიანება მირიან ქავთარაძის მიერ მოქნეული ხელის შედეგად. რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მირიან ქავთარაძე არის დამნაშავე სისხლის სამართლის კოდექსით. თეონა ჭალიძემ განაცხადა, რომ მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. რაც შეეხება მეორე მოწმეს, ზაზა სვიტარიძე არის მამამისი, რომელიც იმყოფებოდა საბა სვიტარიძესთან ერთად დაკავების მომენტში და შეესწრო ყველა იმ უკანონობას, რაც ჩაიდინა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. მე ვარ ცოცხალი მაგალითი, ფაქტი, ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს ამისა, რომ პოლიციელმა მე ხელი გამარტყა მირიან ქავთარაძემ, რომელიც თურმე იყო პოლიციელი და ოღონდ მას არ ჰქონდა არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომ ვინმე მიხვდარიყო, რომ ის იყო პოლიციელი, იყო შავებში ჩაცმული, კაპიშონის ეგრეთ წოდებული ქუდი ეხურა და პირბადე ეკეთა სახეზე. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცოდით ის თუ პოლიციელი იყო, მაგრამ მან ხომ იცოდა, რომ პოლიციელი იყო. შესაბამისად, მას ჩემთვის ხელი არ უნდა დაერტყა და თან დამარტყა და ახლა სასამართლო პროცესებზე გამოდის და ამბობს, რომ არა, ვარ დამირტყავსო და მე არ შევხედი ვარ, მით უმეტეს ხელი არ დამიტყავს თეონა ჭალიძისთვის. ეს მოკები სასამართლოში შემდეგ რაც ხდებოდა, როგორც აიყვანეს საბა და მე როგორ დამაკავეს ისევ თუნელში, რომ საბას არ გავყოლოდი რა მანქანითაც წაიყვანეს. 1 საათი ვიყავი გვირაბში გაჩერებული, უკანონოდ დაკავებული. და ტელეფონი წამგლიჯეს ხელიდან და ხა მანქანის გასაღები უნდა საერთოდ არასწორი მოქმედებები იყო, არაკანონიერად იქცეოდნენ.